ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო და სასმელის მოყვარულო ადამიანებო. ვიცი ახლა ამნაირ ვიდეოს ბევრი ნახვა არ აქვს და ალბათ სპეციფიკურია, მაგრამ ჩვენი არხი იმით განსხვავდება სხვა არხებისგან და ალბათ ცოტა გამომწერებიც იმიტომ მაყვარს, რომ თუ ნახვებიც რომ იმიტომ რომ რაღაცნაირი სხვანაირი ხალხი უყურებთ ერთი ჭკუისები და მე პირადად იარაღი მიყვარს, ბუნებაში სიარული მიყვარს, კაი სასმელი მიყვარს და ასე ვთქვათ პრეტენზია მაქვს რომ რაღაცებში ვერ ყვევი რა. მოკლედ თბილისში ვართ ახლა, იქ სასტუმრო მეტეხია და ვისკის ფესტივალია რა. ხო და ვისკის ფესტივალი მინდა გაჩვენ. საქართველოში უკვე ტარდება მგონი მესამედ. ორჯერ თბილისში ჩატარდა, ერთხელ ბათუმში. ეხლა აქ ტარდება, ну ზუსტად ეხლა არ ვიცი რამდენჯერ, მაგრამ მესამეთა ვარ მე პირადად. მეგობრები მყავს ამ ვისკის საქმეში ვინც არიან. ანუ ვისაც ვისკი უყვართ, ეგეთი არხი არის, დისტილერია ქვია და რახან მე ვისკებით ვინტერესდებოდი, სულ უყურებდი ახლა, იმიტომ ზოგი ისეთი ვისკია, რომ რავი, ძალიან ძვირია, ღვიძლი უნდა გაყიდო, რომ იყიდო და ვისკის თემაში ვინც არის, ისინი გამიგებენ. ხა ზოგს თუ ინგლისურად აწერი ეტიკეტზე ყველაფერი ვისკი გონია და ეგრე არ არის. ხო და მოკლედ შევიდეთ ახლა და გათვალიერებინებთ. მინდა თქვენ სიამოვნოთ, მეც ვისიამოვნებ რომ შევალ, ვიღაცებს გავესაუბროთ, ხო კიდე ქართული ვისკები გამოჩნდა რა ძალიან მაგარია და მოკლედ შევიდეთ ახლა შიგნით, წამობატონოვანო. ნახე რა მაგარი მანქანა. მე მაგის პატრონს ვიცნობ. მე მივიდე და ჩავწერ. ბიუიკია. რა ვიღაცა. აქ იქნება ეგეც რახან მანქანა აქ უყენია. ტიტო ქვია. იმაზე უკრას, ტრამზე თუ ტამტამზე თუ. გამარჯობათ. ვაუ. ჰა? მე ამ ბიჭას ვიცნობ. კელტი როაც ვიტო, კილტი. მოკლედ მოდი შევიდეთ. ნახე, მაგარი გარემოა. ზოგადად გარემოა, ეგრევე დალევა რომ მოგინდება. Whoa. Man walk, man mანქანა დგა თუ მეჩვენება. ჰა? მოდი აქედან დავიწყოთ. ვისკის სახლი და რაღაცა არ ვიცი. თუ ვინმეს ესეთი ვისკი დაგილევიათ. ეს დამილევია ვესტროკი. ოღონდ ეს გაუმარჯოს. ეს რა ქვია, ესე არ იყიდება, ხო, რაღაცა გადმოსხმული არის. არა, ეს არის ბოთლები, რომელიც ჯერ არ არის მაღაზიაში. ჯერ გაყიდვაში არ არის, ეს გამოგიგზავნეს სატესტოდ მოკლედ გასასინჯად და ექსკლუზიურად ფესტივალზე წარმოვადგინეთ ეს ბოთლები. არა, ეს ვესტროკი დალეული მოკლედ. კი ბატონო, სტანდარტული ვესკორკი გექნება თქვენ გასინჯული. ეს არის მოკლედ, ერთი არის კალვადოსის კასრში და მეორე არის პორტვეინის კასრში დაძველებული. და ესეთ ბოთლებში გაიყიდება. კი ბატონო, მაგრამ ჯერჯერობით თაროზე არ არის მოკლედ ობიექტებს. გასინჯული გააქვს. კი ბატონო. იმისგან განსხვავდება? ბევრად მკვეთრია, იმიტომ რომ 46 აქვს გრადუსი. შემიძლია გაგასინჯოთ. კი ბატონო. მოკლედ მაგავსინჯო. ეს დალეული მაქვს, უბრალოდ საინტერესოა. ოღონდ ცოტა დამიწყეთ. კი ბატონო. არ მინდა რომ ეს რაღაცა დავთვლია რაღაცები. მეორესაც გაგიხსნით გაგასინჯოთ. ცოტა ცხარის უნია, აი. იმიტომ რომ ალკოჰოლი მაღალია, რომ სპირტიანობა, სუნზე. სუნები. მოლევა. სუჩაც, რამდენი გრადუსიანია? 46-ია გრადუსი. აი 40, აი ჭაჭას რო. პირველი გირჩევთ. ეს გაიგეთე რა ზმურად, აი ამაზე გაიგეთე.
აი საყელოზე პირდაპირ აი. პირველი გირჩევთ ხოლმე რომ აი დაახლოებით ამ ადგილზე წაისვოთ სითხე და ალკოჰოლი რო გაქრება, მოკლედ შემდეგ რო დასუნავთ, მოკლედ ეს არის ვისკის რეალური არომატი და სურნელი. რო ცხვირმა დაიმახსოვროს და პირველი ალკოჰოლი არ იქნოს, მოკლედ ენა არ დაგწვათ და გადაყლოპის მომენტში შეეცადეთ რომ ცხვირით ამოისუნთქოთ, რომ ენის ზედაპირზე ჰაერი არ მოხდეს. მაგრამ აი ეს რაღაცა ძალიან აი, განსაკუთრებით მაგიტომ მოგეცდეთ რჩევა, რომ მაღალი ალკოჰოლი როცა აქვს და გადაყლოპის მომენტში მოკლედ, რომ შემდეგ ენაზე ხვდება ჰაერი, პირდაპირ რეაქცია მიდის, აორთქლება მოკლედ ალკოჰოლის და მერე იწვევს ენის ზედაპირზე წვას. აჰა. მეორესაც გაგასინჯებთ, ეს არის პორტოენის კაცში დაზოლებული. ანუ პორტოენი იყო კაცში, მე ის გადმოიღეს, ჩაასწრეს ვისკი და შიგ დაავარდეს. რამდენი ხნის დაზვერგებით? დავარგება მინიმუმ 5 წლიანი უნდა გქონდეს ამას. საინტერესოა ესეთი ბოთლი და ადამიანი. არაკ ცოტა დამჩად იქნებისაკენ. კი ბატონო, მეორესაც გაგასინჯებთ. აი გასინჯეთ. ამას უარი ისააქრაფია. კი, იმიტომ ის არის კალვადოსის გასრით და შეიძლება უბრალოდ იმის სურნელი ან გემო არ მოგეწონა. ეს უფრო რბილია. კი ბატონო, კალვადოსის ტექნოლოგიას იშვიათად გამოიყენებ ხოლმე. ესეთი ფართო გამოყენება არ აქვს, როგორც მაგალითად პორტოენის ან ხერეს. შეიძლება თქვენი რეცეპტორების უფრო ნაცნობია პორტოენის არომატი. შეიძლება, მოდი ვნახოთ. დაგვიმოდის კარგად იყო. ჩვენი საქმე კარგად წასული. ესეც მაღალ ალკოჰოლური. პირდაპირ აი გამოვიდა. კი. ნუ ეხლა მესამე მეოთხეს რო დალებო დარბილდი. კი, თუ პირველი ჭიქა და თან დილა. შეიძლება თლაც ალკოჰოლის ბრალი არ არის. არა, ხო დარბილდება მე რაღაცნაირად რა და აი. კი ბატონო. თქვენი რა არის? ვისკის სახლი. ვისკის სახლი და ალკორიუმის. ხსენია, ხო ეს? კი ბატონო. ხო. ვისკის სახლის 6 მაღაზია, ერთი ბათუმში, დანარჩენი თბილისში. რაც შეეხება ალკორიუმებს, თითქმის ყველა დიდ ქალაქში წარმოდგენილია. კი. შებოლილი ვისკი თუ მოგწონთ და შოტლანდიური შემიძლია გაგასინჯოთ. ესეც მაღალი ალკოჰოლის კატეგორია 58-ია. სადაური ირლანდიური შოტლანდიური ვისკია ეს. ხო არა, შებოლილი ვისკი, მაგრამ კი ბატონო. ცოტა ისეთი გემო აქვს ვითომ, მაგრამ ზოგს არ მოწყობს რა. კი ბატონო, აი ლაპროეკის შემთხვევაში აქ უკვე მკვეთრი არის შებოლილი არომატი. აი წონე ბოთლებში რო უფრო მიყვარს, იმიტომ რომ წონე ბოთლების უფრო როგორ მკვეთრი სუნი აქვს. ზოგადად მსგავსი ვისკის გასინჯვის დეგუსტაციის შემდეგ უმჯობესია რომ მინიმუმ 9 საათი 40 წუთის განმავლობაში არც კვება არ იყოს და არც სხვა სასმის გასინჯვა, იმიტომ რომ იმდენად მკვეთრ არომატს ტოვებს. მოკლედ რომ ყველა სასმელი და რაღაცა კი ამის გემოზე მიდის. მაშინ მაგას არ თავ. იმიტომ რომ ის მინდა. ეს რა არის? აბა ეს არის ეს არის იგივე კატეგორიის ვისკია, თუმცა ამ ვისკში არ არის ისეთი მკვეთრად არომატი, როგორც ლაპურას შემთხვევაში, შებოლილი არომატი. თუმცა მაღალი ალკოჰოლის კატეგორია 58 აქვს ამას. ო. აბა მაშინ გლენდრონაჩი შემიძლია გაგასინჯოთ, ესეც შებოლილი კატეგორიიდან არის. თუმცა ეხლა რაც გვაქვს წარმოდგენილი სადეგუსტაციოდ ლაპროა ყველაზე მეტად შებოლილი არომატით არის. კი ბატონო. მოდი ის გამაძიჯდა მე ამას დავლებ და წყალს მივაყოლებ რომ კი ბატონო. სორი ამას წინას დავლი ეგ რა აი ესეთი. ხო და მე ღვინოს დავაყოლ და ვერაფერი ვეღარ ჩარეცხა რა სულ იმის გემოზე. რაღაცა ისეთი აი თუ არდბექს გასინჯავთ ჩვენს მოპირდაპირეთ არის მოკლედ ის არის ერთ-ერთი შებოლილი კატეგორია და არის კიდევ ლაგანვულინი. ანუ ეს არის ტოპები მოკლედ რომელიც ეხლა რა მინდა გითხრა შებოლილი ვისკი რას ნიშნავს? ხო სითხე როგორ იბოლება. ხორბალს ყრიდნენ რაღაცაზე ეგ და ქონდათ ეს უნთებდნენ რომ გაეშოთ. მზე არის ყოილანდიაში ზღვისპირა პონტია რაღაცა და ფიჩხიც არ აქვს. ამიტომ ტორფსაც ვავდნენ. ტორფს აქვს მყრალი სუნი რაღაცა სპეციფიკური ის რომ იბოლებოდა ზემოთ. მე ვქვავდნენ და როგორც არაკი ეგრე ხდიდნენ და ეს ბოლი ვერ გამოყავდა. გაზებდა სუნი. პრინციპში რო ავიღოთ აკოთებული რაღაცა რა სპეციალურად არ არის გაკეთებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ აკოთებული არყის როგორ გითხათ, როგორც ქართლის ჭანჭულის არაყი რო ეთერზე თებდა რაღაცები რომ მოყვა. მე რეკო დახვეწეს, კასრებში დაიწყეს დაძველება, გამოიყვანეს ესეთი რა არის ბოთლი.
ამის ფასი არის მიმდინარე ფასდაკლება გვაქვს და 159 და 80 საათი ღირს. აი, 159 არის ფასდაკლები. აქციის გარეშე 229 ლარი. აჰა. მოდი ახლა მე 1000 ლარს დავლევ, თუ 20 ლარს არ ვიცი, აბა იქნება მოგავყო. პედრო ხიმენესის კასრი არის ამაში გამოყენებული. შესაბამისად, პედრო ხიმენესი თავის ძალიან კარგ არომატებს აძლევს. ნაკლები ტორფი აქვს, ვიდრე მაგალითად ლაფროიქს ან მეორე კატეგორიას. ამას მიკროფონი გაიკეთეთ რა, თუ რომ ხმა ისმოლეს კარგად. ამას ყაზარმის გემო აქვს რაღაცა. ჭაში ვიც ნამყოფი აქვს ყაზარმის. მაგრამ მაგარია, თავიდან ცოტა ის იყო, ვითომ რა უცებ და მე რაღაცა დარბილია და კი, აი ზუსტად პედრო ხიმენესის ეხლა კასრის ამიტომ რაღაცა დამსახურება არის. ისეთი გემო გეგონება საერთოდ ვისკი კი არ დავლე, რაღაცა ჭამე არ ვიცი, ყველის გემოა რაღაცა. ეხლა მე პოემო შებოლილი არომატი რასაც აქ საკვებს. ხო, აი, შებოლილი ხორცის გემო და ამიტომ რაღაცა ხამონი რო ჭამონ ეგეთი რაღაცა რა ბოლოში. ლაპროაზეც გაგასინჯებს თუ გნებობ. ან ეს უფრო მკვეთრი არომატით არის ვიდრე ეგ მიყვარს. ეგ ძალიან ცოტა ხავს უყვარს საერთოდ რა, ეგეთი ვისკი. ლაფროიქს უფრო მაღალი შემცველობის PPM-ი აქვს, ანუ ტორფის შემცველობა. შედარებით უფრო ზაფრი ტონებით გამოირჩევა, ამას მხოლოდ ერთი კასრი არის გამოყენებული, ბურბონის კასრი არის. მხოლოდ განსხვავებით მაგალითად გლენორახისგან, ხო? შესაბამისად, ბურბონის კასრი აძლევს მაგალითად ვანილის ტროპიკული ხილის ტონებს უფრო მეტად, თუმცა რადგან უფრო დიდი რაოდენობით PPM-ის შემცველობა აქვს, შესაბამისად გემოც და არომატიც უფრო მკვეთრი ექნება. უფრო დიდხანს დაგიტოვებთ ამ ტორფის ტონებს, ვიდრე მაგალითად გლენორახი. ეს მაგრამ მომეწონა, ეხლა რა დავli, რომელი იყო ეს იყო, ხო? ეს მაგარი რაღაცა, მოკლედ რა, 250 ლარი გაქვთ, ეს იყიდეთ რა. ნუ ეს კომპანია ზოგადად გლენორახი, როგორც ტორფირებულს, ასევე არატორფირებულ ვისკის კატეგორიებს აწარმოებს. ძირითადად უფრო მეტად არატორფირებული კატეგორიები აქვს, მაგრამ ნუ იშვიათ გამონაკლისში ტორფირებულსაც არა, მაგარი გემრიელია. წარმოადგენს. ანუ აი რო იტყვია ხოლმე ზაკუსკაჩი გიყო რა, ანუ რო შეჭამ, მე ამ ხორცის და გეგონება რაღაცა შებოლილი ბეკონი მიაყოლე რაღაცა, ეგეთი რაღაცა დამი კარგად ვიყოთ რა, მე ვიშორე რაღაცა. ეს დააგემოვნეთ? ილიჩი. აუ, ამან ესენი გავსინჯეთ მოკლედ ვესკორკის პორტვენის კაცი. თავიდან აქ აი რა ვიცი. ძველი ბათინკის ლანჩარო დაგეჭო რაღაცა ეგეთი გემო აქვს. რაღაცა მე სიმწარე დაიწყო. ჩვენ ვეძახით ხოლმე დამწვარი საბურავის ტონებს, თუმცა არა. გემო და არომატს რაც აქვს თავარ მახასიათებელი რაღაც მოგონების გემო წაგიყოს, მაგას აკეთებს მოკლედ რა. ეხლა რა არის, ცი ეს რო ნოსვაო, ეთი ანეხანი დავლი, ხო? რაღაცაში დაიწყო შეცვლა რა, გემოება. ხანგრძლივი დაბოლოება. ანუ თუ დაალებთ და ვინც ამაში ვერ ერკვევთ, თუ დაიწყეთ დალით, ეგრევე არ დაიწყეთ, არ დაელოდეთ რა, რომ რაღაცა ისაქნას. იმიტომაა რომ ხაშზე, ჩალაღაჯზე და რაღაცა ამის დალე არ არის. იმიტომ რომ ეს არ არის რა მარტო სპიტია ინსასმინესა რაღაცა იცით როგორ არის, აი როგორც სუნამოებში არის რაღაცა ნიშ ბრენდები და ასე შემდეგ და აქვს ხანგრძლივი დაბოლოება, მსგავსი არის ესეც. ეს არ არის ისეთი ვისკი, რომ მაგალითად აი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება რომ მიიღოთ. ეს არის ანუ რაღაცა გარემო შერჩევა ჭირდება, ხასიათი ჭირდება, რომ და კიდე რაღაცა რომ დააყო. სიამოვნოთ დალევის პროცესით და პლუს სითხით, იმიტომ რომ აი ხა როგორც თქვენ ახსენეთ, დალევის შემდეგ რამდენიმე ეტაპს გადის კიდე არომატი და გემო, რასაც ტოვებს მოკლედ რეცეპტორებს. ხო, ისეთი ის აქვს შიგნიდან, რომ იმაშრება სხვანე და ხო რა მე მოგონებებს აგიშლიდა. ჯარის წლების გაგახსენდა. მესამე ჭიქი შემდეგ უკვე მოგონებებს აგიშლიდა და მე გაგახსენდება ყველაფერი. მოკლედ ძალიან მაგარია რა. ენჩენ აი ვანო გამომართვი გასინჯი. ჩემი პირველი ტორფირებული ვისკი იყო სხვათა შორის ლაფროიგი 10 წლიანი, რის შემდეგაც შემიყვარდა ზოგადად კუნძულოვანი შებოლილი ვისკები. მე დისტილერესთან დავლიე პირველად და პირველად დავლიე და ეგრევე მომეწონ მითხრა ეს არ მოგეწონება. ხო, ან მოგწონს, ან არ მოგწონს. ხო, აი ზეთის ხილივით არის, ან ჭამ, ან არ ჭამ, თუ ჭამს, თუ ჭამ. უნდა მითხრა რა და ის ფენით რა, რო დავლიე, მეთქი მომეწონა მეთქი და გაოცდა რომ ძალიან ბევრს არ მოწონსო. მე მეთქი მე ჯარში
დიდი ხანი დამყარებული კაზარტისები და რაღაცები. ესეთ პატარა ბურჟუას გადმოგცემთ მოკლედ. ეს არის ჩვენი სადეგუსტაციო წიგნი, სადაც შეგიძლიათ რომ ჩაინიშნოთ, რომელი ბრენდი გასინჯეთ, რა გემო, რა არომატი გძენით, რომ ფესტივალის ბოლოს მოკლედ მე გახსოვდეთ ყველა ბრენდი რომელი გასინჯეთ. აჰა, კი ბატონო. ბოლო ფურცლები რა თქმა უნდა წაკრული ხელით იქნება ნაკარი დაწუნებული. პირველი ფურცლები კარგად იქნება შევსება. აჰა. რა მაინტერესებს, მე რამდენი ტარდება საქართველოს? მე ვარ მე-13 თორემ. მე-4 ფესტივალი. ბათუმში ვქონდა შემოდგომა. ვარცდები მე-4. ო ბათუმში ვიცოდი, მაგრამ ვერ წავედი რა ბათუმში რაღაცა. ბათუმში იყო ერთდღიანი ფესტივალი და მცირე რაოდენობა იყო, ძირითადად დიდი კომპანიები იყო წარმოდგენილი და პატარა დარბაზში ხდებოდა. ეხლა ამ ფესტივალზე არის მოკლედ დიდი დარბაზი, სადაც მაღალი ალკოჰოლია წარმოდგენილი და არის მცირე დარბაზი, სადაც არის ღვინო და ჭაჭა. ანუ ღვინო არ იყო ხის პროდუქტი წარმოდგენილი. კი ბატონო, არის ამ შემთხვევაში სიგარაც გარეთ. ქართული გაქვთ? ქართული ჯიმშერი გვაქვს ჯიმშერი და ჯიმშერის სტენდიც არის მოკლედ. ნუ მაგათაც მიმოვიდი. დიდი მადლობა. ასევე არტბეგის გასინჯვასაც გირჩევთ, იმიტომ რომ გავსი კატეგორიის არის. შებოლილი და ამაზე უფრო მკვეთრი არტბეგი. მე ყაზბეგი მეგონა, ხედა მაინც სამშობლოს. არტბეგი 10 წლიანი, მე გირჩევთ სხვადასხვა პოზიციები მაქვს არტბეგის დაგემოვნებული, თუმცა 10 წლიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო. მოგე თუ ამ საქმეში გაგვიწყდი უნდა გიყვარდეს რა. ეს ხვანე რაღაცა ფილატელი. ხვანაერად არ გამოდის. ой, ფილატელისტები არის მარკები მოწონთ, ნუმიზმატიკებს ის მაგრამ ამაში ხარ უნდა გიყვარდეს. მარტო არ უნდა ერკვევდი, იმიტომ თუ არ გიყვარს ვერ გაერკვევი რა, ნახა თუნდი ყურში მეურა. ამიტომ არის რომ ვისკის მოყვარულები ასევე მისდევენ და უყურებენ ვისკის ბიბლიას. გამოდის მოკლედ, სადაც აღირიცხება მოკლედ. ორწმუნები მკრეხელობა თუ არ აღებენ სიტყვა ბიბლიას. დღეს არ ამგონი. არა, იზამენ, იმიტომ რომ ზოგი არის რა. მეგობრები, წმენა რომელიც ცოდნით არ არის გამტკიცებული, არის ფანატიზმი. ავიც. ეგ მე არ მithქვია იმანად რომ თომა ჯეფერსონმა და ძალიან და ეხლა იმას თუ დაინტერესდებით მოკლედ ვისკებით მოკლედ მათი რეიტინგებით და ასე შემდეგ უკიდურესად დაინტერესებული ვარ ამ წიგნს მოკლედ მიყვეთ და ძალიან კარგი და საჭირო ინფორმაციას აღმოვაჩენთ მოკლედ ჩემთვის იმას ვიზამ მე გავარჯო კიდე რა უნდა მეთქვა ბოთლის გახსნის შემდეგ ზოგი ვისკი უფრო კეთილშობილი ხდება რაღაც დროის განმავლობაში ზოგი ბუჩდება თუ არის ეგრე არის ხო შეიძლება ეხლა მე გავხსნა და დაველოდო და მე არ უფრო უარესი გახდეს ამ შემთხვევაში არის რამე ეგეთი შენახვის პირობებზე არის დამოკიდებული. ანუ როგორც ვისკის შემთხვევაში, იგივე სხვა ალკოჰოლს რაც შეეხება თუნდაც ღვინის შემთხვევაში, ხო? რო ხსნით რაღაცა ალკოჰოლს, имას თავისი შენახვის პირობები აქვს. ნუ მზე პირველ რიგში მზე არ უნდა მოხდეს, სითბოში არ უნდა გვიდოს. აი, მაღაზიის ვიტრინებში რო ულაგიათ, რო ხედავ გული მისკდება და ვიღაცები რომ მიდიან დაყიდული. მზე არის პირველი მტერი, რომელიც აფუჭებს ალკოჰოლს. განსაკუთრებით, ნუ ღვინოს შევეხები, ღვინოსთვის მზე არის კიდურესაც ცუდი რამე კი. იმიტომ რომ ჩვენი წინაპარი მიწაში ფლავდა. რო საერთოდ და მარნის კარები ჩილოცისკენ იყო ყველა იზოლაცია აქვს ასე რომ შემთხვევით ხივი არ მოხდება ყოში. დიდი მადლობა. მერქით, მადლობა თქვენ. კარგად გზანდებოდეთ. წარმატებები და უკანაგზაზე მოკლედ შემოგვიერთთ ბლოკნოტს გადავხვით. გაიხარე გინაცვლე. კარგად.